კაცო მე სულ იმას ვიძახოდი რომ სააკაშვილმა და შევარდნაძემ ქვეყნის სუვერენიტეტი გაყიდეს, ჩააბარეს ამერიკას, ევროპას, გაყიდეს. ამაში ფული აიღეს, ისე კი არ გაუყიდიათ. მილიარდები აღებული და გატანილი აქვს თავიანთ პირად ანგარიშებზე. და მოდის ეს ინერციულად ეხლა რატო არის გაურკვეველი სიტუაცია ამერიკასა და საქართველოს შორის? იმიტომ არის გაურკვეველი სიტუაცია, რომ ამერიკას არ ეთმობა, მაგრამ რუსეთის შიშით აქ ბევრსაც ვეღარ ასე ვთქვათ ურევს ქვეყანას. აი ეს ფაქტორი არის და აქ უკვე ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს კეთილინება კაცო. ხელისუფლებამ კეთილინება რომ გამოიჩინოს, ხალხის ხარდაჭერა უნდა მას და ხალხის ხარდაჭერა არსად არ იგრძნობა. არაფერში არ იგრძნობა ხალხის ხარდაჭერა, რომ ხალხს ამას გვერდში იყენებს. მოხედეთ, ხალხს დაიყენეთ გვერდში და ვერც ამერიკა ვერ გაბედავს, ვერც ევროპა ვერ გაბედავს. ესენი ბედავენ და ესენი აკეთებენ. დამაძია ამერიკის ინტერესები დაყრდნილი. აბა გამოვიდეს ხალხი დაიყენოს გვერდით, როგორც 17 მაისი იყო. ხალხი თავისი თვითმობილიზაციით რომ გამოვიდა და დადგა ოჯახის სიწმინდის დასაცავად, რომელი ამერიკა ვერ გადაწყვეტავს საკითხს. მომენტალურად გადაწყდება. ევროპაშიაც გადაწყდება და ეს ევროპებს კიდე ეს ლურჯი ცისფერი დროშა, კაცოს, ფისფერების დროშა მოაცილეთ ხალხო. შეაჩერეთ კონსტიტუციაში 78 მუხლის მოქმედება, ნატოში შესვლა რო გიწერეთ. ნატო დამარცხდა უკვე რუსეთთან ბრძოლაში. მთლიანად დამარცხდა, სრულად დამარცხდა. ამის დასტური იყო 9 მაისი. 9 მაისმა გააფორმა ნატოს დამარცხება რუსეთთან ბრძოლაში, პირდაპირ ბრძოლაში. აქამდე თუ შეფარვით იძახოდნენ, რომ აი ნატოს ის პირდაპირ გაცხადა, რომ ნატო ებრძვის უშუალოდ რუსეთს და უკრაინა არის პროქსი. ამ შემთხვევაში. იმიტომ არის ტრამპი გაგიჟებულია, რომ უნდა ასე ვთქვათ დაზავებაზე ხელი მოაწეროს რუსეთმა. იმიტომ რომ ვეღარ წდება მისი ეკონომიკა, ვეღარ აფინანსებს უკრაინას. უკრაინის 20% არის საკუთარი შემოსავლებით ბიუჯეტისა დაფინანსებული. დანარჩენი ფინანსდება ამერიკის და ევროკავშირის შემოწირულებებით. და ვეღარც ის ევროკავშირი ვეღარა წდება, დამარცხდა უკვე, გადატეხილია. როგორც ბახმუტში გადაწყდა, როგორც სამამულოში, სტალინგრადში გადაწყდა ომის ბედი, ახლა კურსკში გადაწყდა, როგორც მაშინდელი, ეხლა დღევანდელი ბედი. ეხლა წავა უკვე წინსვლა რუსეთის ჯარისა დასავლეთისკენ. კორსუნ შევჩენკოს კატიოლი 100%-იანად გარანტირებული აქვს უკრაინის ჯარს და მოხდება ეს ყველა შემთხვევაში. ამიტომ ჩვენებს მოუწოდებ, ხალხო, ცოტა გაიხედეთ, გამოიხედეთ. ამ რომის პაპესა და იქით ირანში პანაშვიდებზე რომ დარბიხარ 9 მაისს არ უნდა წასულიყავით რუსეთში. აზერბაიჯანმა თავისი სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა და აღლუმში მოაღებინა მონაწილეობა. სომხეთის პრეზიდენტი ჩასულიყო და აღლუმს ესწრებოდა. ჩვენ რა გვაქვს ისეთი? რაშიც ვერ ვომრიგდით რუსეთთან. თუ არ გვინდა მორიგება, თუ ისევ ის ძველი ის პოზიციები რო ცხადდება, რომ დაგიბრუნოს ერთ ტერიტორიად და მერე დაველაპარაკებითო. როგორ უნდა დაგიბრუნოს? ისთვის დაგიბრუნოს, რომ ის ორი ტერიტორიაც ბოდიში და გაპიდარაზდეს. როგორც ევროკავშირის დავალებით აქ მოხდა LGBT-ს აღზევება და თითქმის ყველა სტრუქტურებში მათი გაფეთიშება, წინსვლა და დაწინაურება. არა, მე ერთი რამეა უყურეთ ხა ჩვენ ხედავთ რომ ეს ხალხი 26 მაისისთვის რომ სამსახურების 95% არის პორტირებული ნაცები. დღემდე ვერ გაიწმინდა. აი ეს ისევ დაუბრუნდებიან საგამოძიებო კომისიას. გააკეთეთ ის რომ გამოავლინოთ ეს ხალხი ვინც ყავთ დასაქმებულები, გინდაც იმ პროკურატურის სისტემაში, გინდაც იმ სასამართლოს სისტემაში, გინდაც იმ პოლიციის შეელიეთ ამ ხალხს. თუ გინდათ რომ თქვენი მდგომარეობა გამყარდეს, პოზიცია გამყარდეს, ამათ ერთი დაძახება უნდათ რომ ესენი ეგრევე ჩადგნენ დასავლეთის სამსახურში და შემოგიტრიალდნენ. ერთ ღამეში მოხდება ეს გადატრიალება. არა, მე ერთი რამეა, თუ გვინა ამ ტერიტორიების დაბრუნება, იმ აფხაზ